მოგესალმებით მეგობრებო და როგორც ვიდეოს სახელწოდებიდან მიხვდით, დღეს გვაქვს დასაგემოვნებლად და ასევე ხარისხის შესამოწმებლად მაღაზიიდან ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი ხილის წვენი. ესე იგი ვიპოვე ყველაზე იაფიანი 2.65 აწერია ბრავო მულტივიტამინი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს აქციით იყო და ეხა ეს ფასი არ ღირს და 5 და 80 ღირს სინამდვილეში და მოდი გავაგრძელებ ისევ ეხა ყველაზე იაფიანის ძებნას. ყველაზე ძვირიანი ვიპოვე როგორც ნახეთ უკვე. ნუ იქვე არის ყველაზე იაფიანი პროდუქტიც, როგორც აღმოჩნდა ეს არის ლიმესას მულტი ხილით და ალუბლის წვენი. ერთი ღირს, ორივე ღირს 3.45, ნუ სხვა გემოებით არის. მე ავიღებ ამას და შევადაროთ ყველაზე ძვირიანი და იაფიანი. დღეს ჩვენ ამ პროდუქციებს შევამოწმებთ ორი ხელსაწყოს საშუალებით. ეს არის რეფრაქტომეტრი, რომელიც ზომავს შაქრიანობას პროდუქციაში და მეორე ეს არის სიხისტის საზომი, წყლის სიხისტის საზომი, რომელიც ნუ ასევე დაგვეხმარება ამ პროდუქციის სიხისტის გარკვევაში. იმისათვის რომ ობიექტური საწყისები მივცეთ ჩვენ სუბიექტურ არჩევანს, რომელსაც გავაკეთებ ვიდეოს ბოლოში, ამ ორი პროდუქციიდან რომელი იქნება უკეთესი, ამისთვის ავარჩიე ისე რომ ორივე პროდუქცია არის დაახლოებით ერთიგივე გემოსი, ვინაიდან ორივე არის მულტიფრუქტი, ანუ რამდენიმე ხილისგან შემდგარი და არ არის ისე რომ ერთი არის ატმის და მეორე ბანანის და მეორე ნუ რომელიც გემოც უფრო მოგწონს იმის მიხედვით არჩევ. არა, ორივე არის ერთი და იგივე გემო. პირველ რიგში ახლა ვნახოთ ამის გემო ჩვენ. სიმართლე გითხრათ, ეს მე არასდროს გამისინჯია. სადაურია, მოდი ვნახოთ, სანამ გავხსნით. ეს არის ეს ყოფილა ქართული ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ნაბეღლავი. ნახოთ ახლა როგორი გემო აქვს. თითქოს აი ძველი გემო გამახსენდა, ადრე რო იყო ეს წვენები ეგრეთ წოდებული. თადარს თუ ხარისხიანი წვენები, მაგრამ ნუ შაქრის გემოსაც ტოვებს რამდენიმე წამის შემდეგ წყლის დალევის სურვილიც უჩნდება ადამიანს. პორტოხალი, ანანასი, მარაკუია და გუავა. აი გამახსენა ბავშვობაში რო ხსნით, აღარ რო იყიდებოდა გახსოვთ. ესენი რა ქვია, ფხვნილები და მე რო 2 ლიტრიანში რო ხსნიდით, აი მას რო ჩაგრით და რო გახსნიდი, აი ეს გემო გამახსენდა, ის გარემოც კი გამახსენდა. გემოვნური მეხსიერება ძით რომ საკმაოდ ძლიერი მეხსიერება და ამით ის ძველი გარემო გამახსენდა. ნუ ამიტომ რა ვიცი, ხებთან ძალიან ჯანსაღი პროდუქციის გემოს არ ტოვებს. მაგრამ ძალიან ცუდიც არ არის. არ ჩათვალოთ რომ ეხლა სუბიექტურად ვაფასებ. ამის გამო მიუხედავად იმისა რომ ბახმარო ჩემი ფავორიტი წყალია ქართულ ბაზარზე, ამის მიუხედავად ამას მაღალ შეფასებას ჯერჯერობით ვერ მივცემ. 424 არის ამ პროდუქციის სიხისტე. მცირე რაოდენობით ეს წვენი და დავასხათ რეფრაქტომეტრზე. აქ არის 5% მეგობრებო ბრიქსი. 5% არის შაქრიანობა ამ პროდუქციის. ფანერის მულტიფრუქტი ხილის წვენი, რომელიც შეიცავს ბანანი, მარაკუია, გუავა, კივი, ყურძენი, მსხალი, ანანასი, მოკლედ რაც კი ეგზოტიკურ ქვეყნებში ხილი იპოვეს ხეზე, ყველა მოწყვიტეს და ხილის წვენი გამოწურეს. არის ავსტრიული მეგობრებო, ფასი ვიდეოს დასაწყისში ნახეთ. დაახლოებით არის, რა ვიცი, დაახლოებით 10 ლარიანი სხვაობა არის, 1 ლიტრი ორივე. და მოდი ახლა ვნახოთ გემო. ფერი დაახლოებით იგივე აქვს, ეს ოდნავ მუქია და ეს მჟავეა. ეს აშკარად მჟავეა. იქნობა რომ არის ჯანსაღი პროდუქცია. რისი გემოა ვერც მივხვდი. ბანანი, აი ყურძენი უკეთებს ავარავდოთ ამ გემოს ამას. ის არის რა ქვია, მაგრამ ნუ აშკარად მომეწონა. ეს აშკარად კაცილებით მეტ
რემან შეიცავს, რა ქვია, ნივთიერებას 1322 არის ამ პროდუქციის სიხიზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქციაში არის გაცილებით მეტი ნივთიერება, ეს უფრო მეტი ვიტამინიზებული პროდუქციაა და არა მხოლოდ ვიტამინები, იქ საუბარი არის სხვა დანამატებზე, მაგრამ აქ ეხა ინგლისურად არ არის წარწერა, მეგობრებო, რომ რამდენადაც არ უნდა გაგიგდოთ, ქართულად არის, მაგრამ ძალიან აი როგორც იციან ხოლმე აქ თავზე არის დაკრული რაღაცა და არ იკითხება არაფერი. წარწერები არის ჩეხურად, უნგრულად, სლოვაკურად, რუმინულად, ბულგარულად, არაბულად, გერმანულად და ავსტრიულად DA, იტალიურად და სულ ეს არის მეგობრებო, ძალიან უყვართ ინგლისი და ინგლისელები ამ ქვეყანაში აშკარად. კი ბატონო 10, 11, 12, 13 11%-ია ამ პროდუქციის შაქრიანობა, მეგობრებო. რა დავადგინეთ ახლა, მეგობრებო? პირველ რიგში ის, რომ ამ პროდუქციას გაცილებით მეტი სიხისტე და რაც ჩვეულებრივ წყალში იმას ნიშნავს, რომ იქ ნატრიუმი, კალიუმი რაღაცები გაცილებით მეტი აქვს და ძალიან გადაჭარბებული არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ დასაშვების ზომა ეს არის, რა ქვია, დონეა და პირიქით, რაც უფრო მეტი არის სიხისტე, მით უფრო ვიტამინიზებულია პროდუქცია და შესაბამისად ეს არის ძალიან ვიტამინიზებული. არც არაკლია დაბალი არც ეს არ არის ამ პროდუქციის სიხისტე, მაგრამ ეს გაცილებით მეტია. ამასთან ერთად გემოვნურთვისებებით ეს არის ტკბილი, იმის მიუხედავად რომ ეს გაცილებით შაქრიანია, ეს უფრო ტკბილია, ეს არის მჟავე გემოსია. თუ ვინმეს ესეთი მჟავე გემო გიყვართ, ეს კარგი არჩევანია. საერთო ჯამში რეიტინგის მიხედვით, ცხადია ფასის მიხედვით ეს უკეთესია. ბუნებრივი ამას თავადაც მიხვდებოდით. გემოვნურთვისებებით 10-დან 5 ამ პროდუქციას და 10-დან 7 ამ ავსტრიული პროდუქციას იმის მიუხედავად რომ მჟავე, აი ოდნავ ტკბილი რომ ყოფილიყო, 1-2-ის წამატება კიდე შეიძლება ქულის და 10-დან 8-9 შეიძლება გამოსულიყო. და რაც შეეხება სიხისტის მიხედვით, ამ პროდუქციაში, ავსტრიულ პროდუქციაში გაცილებით მეტი მინერალი აღმოჩნდა და სავარაუდოდ ვიტამინები. სულ ეს იყო დღეისთვის, მეგობრებო, შევადარეთ ჩვენ ორი პროდუქცია, შეგიქმნით მეტნაკლებად წარმოდგენა თუ როგორი პროდუქციაა ერთი და მეორე, ასევე განსაზღვრეთ სიხისტე, შესაბამისად მინერალების, ვიტამინების შემცველობა თითოეულ პროდუქციაში და ცხადია, ასევე ბაზარზე გავარკვიეთ მათი ფასები. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ კომენტარებში კიდევ რომელ მსგავს სხვადასხვა პროდუქციას ისურვებდით შესადარებლად. დიდი მადლობა.